აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე აფხაზურ რკინიგზასთან დაკავშირებით. თუ ჩვენს მიმართ კონკრეტული წინადადება გაკეთდება, მაშინ დავსხდებით და მას კოლექტიურად განვიხილავთ. ბიძინა ივანიშვილის ერევანში გაკეთებული განცხადების თანახმად რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება. რატომ გახდა ნოემბერში დახურულად გამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის თემა აქტუალური სომხეთში სამთავრობო ვიზიტის დროს და რამ შეცვალა სოხუმის პოზიცია? მთავარ კითხვას პაატა ზაქარიაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კვირის მთავარ თემებზე. დავით მაღრაძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას პაატა ზაქარიაშვილი უპასუხებს. საღამოშტობისა ბატონო პაატა, დიდი მადლობა რომ მოახერხეთ დღეს ჩვენთან მოსვლა. მთავარი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, რა საკურველია მდგომარეობს იმაში თუ რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ამ რკინიგზის გახსნა საქართველოსთვის ჰქონდეთ, მაგრამ მე მინდა დავიწყოთ ყველაზე ახალი ინფორმაციით. ეს არის ალექსანდრე ანქვაბის ოფიციალური პოზიცია, რომელმაც განაცხადა პრემიერ-მინისტრის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სპეციალისტები უნდა დასხდნენ და განიხილონ, გაერკვნენ რას მიიღებს ამისგან აფხაზური მხარე, ღირს თუ არა ეს, რა მიზნები და ინტერესები აქვთ პროცესის შესაძლო მონაწილეებს, ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია. ეს განცხადება არის რადიკალურად განსხვავებული ნოემბერში სოხუმის მიერ გაკეთებული განცხადებისგან. მაშინ მათ თქვენი ინიციატივა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით შეაფასეს დიპლომატიურ მახეთ. მე პირადად როგორც ჟურნალისტი მიჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი ამის მიღმა შესაძლოა დგას რაღაც სახის მოლაპარაკებები, შესაძლოა ეს არ არის პირდაპირ მოლაპარაკებები, რადგან მოულოდნელი იყო ერთი მხრივ თქვენი პოზიციის შეცვლა, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ მოგვიანებით, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო ასევე აფხაზეთის რეაქციის ცვლილება. პროცესში ვართ და მუშაობა მიდის. ანუ მიდის მოლაპარაკება. არ მუშაობა მიდის. რას ნიშნავს მუშაობა? რაღაცები კეთდება. მე მგონი რომ ძალიან ნელა, მაგრამ პროცესი მკვდარი წერტილიდან მოძრაობს და ეს კარგი არის ბევრი სხვა პირდაპირ, არაპირდაპირი მესამე მხარეების კონტაქტები და ვთვლით რომ ჩვენს თავის საქმის კეთება არის. რა თქვეს ადრე აფხაზებმა, რა თქვი ადრე მე რას ამბობს აფხაზები დღეს, რას ამბობს პრემიერ-მინისტრი, ამის ყველაფერი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავარი საქმის კეთება. მე მგონი რომ იმას უფრო სწრაფად ვიდრე შეიძლება მოსალოდნელი იყო, პროცესები დაიძრა. ეს ჯერჯერობით კულუარულად ხდება ყველაფერი, მაგრამ ჩვენ კაფეოდ გვინდა შევატყობოთ აფხაზურ მხარეს და ჩვენ რა გვინდა აფხაზების ხარჯზე რაღაც წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვინდა აფხაზებთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ. და მათ ეს მგონი ესმით. და ხედავენ რომ ჩვენი პოზიცია გულწრფელია, გულახდილია, რკინიგზა იქნება, სხვა საკითხები იქნება, ეს არ იქნება არაფერი მახეები. და გავიდა დრო და ისინი მიხვდნენ რომ ჩვენ მართლა როგორც კი მათ უარი თქვეს, ჩვენს ვთქვით კი ბატონო. ვერნერ წარმატებულ პოლიტიკას აფხაზურ ქვია, იგივე რუსეთთან, იგივე აზერბაიჯანთან, იგივე სომხეთთან ვერ იქნება თუ აფხაზური მხარე ამით არ იქნება დაკმაყოფილებული და ინტერესებული. ამიტომ ჩემი პირადი ამოცანაა და ჩემი მთავრობის, რომელიც დამავალა მე რომ კონფლიქტების მიმართულებით ვიმუშაო, ჩვენ თავი ამოცანა თქო და აფხაზები დავაჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად საერთო წარმატებას მივაღწიოთ და რკინიგზა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პირველი საკითხი არ იყოს, იმიტომ რომ რკინიგზა სულ ცოტა დღეს დაიწყოს პროცესი, 3-4 წელიწადი მაინც დაჭირდება მას. თავი რომ საქართველოს არ იყოს, საქართველოს მიზეზით არ გაჩნდეს რკინიგზა. ყველაფერი მოსალოდნელია. დაწყება კიდე არ ნიშნავს დასრულებას. უამრავი საკითხები წამოვა. ჩვენ თავარია, ჩვენ მთავრობის თავარია, რომ რკინიგზის გახსნით დაინტერესებული ყველა მხარე იყო დაკმაყოფილებული. თორემ სახელმწიფოს ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვაქვს უამრავი სახელმწიფო ინტერესები, რეგიონალური ინტერესები, ეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, კონფლიქტების მოგვარება, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა, სომხეთთან კარგი ურთიერთობა, თურქეთთან კარგი ურთიერთობა, ყველაფერი ძალიან ეს ყველაფერი იკვეთება ბატონო პაატა, სწორედ აფხაზეთის რკინიგზაზე. არა, მარტო ბევრ რამეზე იკვეთება, მათ შორის აფხაზეთის. მაგრამ ამ კონკრეტულ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა რა თქმა უნდა დავწოდოთ ყველაფერი და ძველი ხელისუფლება ლაჩხურად კი არ ვიცი და ბუჩქებში კი არ ვიმალებით. თამამად ვღებულობთ გამოწვევებს და კი არ გავყვირივართ ეს სუდია თუ კარგია. ვამბობთ რომ მოდი გავაკეთოთ. მოდი ნაბიჯები გადავდგათ. სადაც შეიძლება ნაბიჯის გადადგმა, გადავდგათ იმდენად, რამდენად საქართველოს სუვერენიტეტს არ შეელახავს. მე მგონი ეს აქედან გამოსავლის მოძებნა შეიძლება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ნამდვილად მე არ შემიძლია თქვა რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ თუ არ დაიწყე, არ მოსდასრულდება კარგად პროცესი. მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ, რადგან როგორც თქვენ თქვით, აქ
რამდენიმე ქვეყნის ინტერესები იკვეთება, მაგრამ დავიწყოთ იმით, საერთოდ რა საჭირო იყო დახურულად გამოცხადება ამ თემის. და შემდეგ საზოგადოებისთვის მოულოდნელად სომხეთში ამაზე საუბარი. დახურულად მე თქვი, როცა აფხაზურმა მხარემ უარი თქვა, მაშინ ბატონმა ლაკობამ აფხაზეთის დე-ფაქტო უშუალოდ საბჭოს დივადმა თქვა, რომ აქ არის რაღაც მახე, ქართველებს ამიტომ დევნილების დაბრუნება, ქართველებაზე მიაბევენ დევნილების დაბრუნებას, ეს იყო სიცრუე, მე არ მეთქვია ეს, ხო თუ თქვა, არ ვიცი, მაგრამ არ ვთქვია ვიცი ნამდვილად. და ამიტომ მე თქვი, ამიტომ გავიმეორე სწორედ ახლა რას თქვი, რომ ვის აზრი არა გარავისა შეთანხმებას თუ აფხაზურ მხარესა შეთანხმებას ვერ მიაღწიე. ამ ჩვენს ამას ძირმშეულობა აქვს, ჩვენს მართლა ესენი არიან ხალხი, ვის ინტერესები ჩვენ საქართველოს გავითვალისწინოთ, ჩვენი ხალხია. და თუ ჩვენი ხალხის ინტერესს არ გაითვალისწინეთ, სხვის ინტერესებს მithomეს ვერ გაითვალისწინეთ. ამიტომ მე ვთქვი, კაფეუც ალსახად, ვინაიდან აფხაზური მხარე მზად არ არის, რათა ამ აფხაზეთის გავლით აღდგეს რუსეთ საქართველოს შორის საკინგზო მიმოსვლა, ჩვენ ამ თემას დახურულად ვაცხადებთ. მე ვაცხადებ, რომ ეს თემა არ ყოფილა ინიციირებული სამთავრობით, ეს იყო ჩემს მიერ იდეა წარმოდგენილი. ამასობაში დრო გავიდა. გამოვიკითხეთ რაღაცები, დავაზუსტეთ პოზიციები. ეს არ არის საქართველოს სომხეთის მოლაპარაკებების თემა და არც ყოფილა. იქ ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა. სომხეთის ინტერესებში არის. თქვა რომ რამდენიმეჯერ იყო მოლაპარაკება ამ თემაზე. ყოველ შემთხვევაში გუშინ რამდენიმეჯერ იყო ნახსენები მოლაპარაკებების დროს სწორედ ეს კონკრეტული თემა. დაისვა საკითხი იქნება თუ არ იქნება. იქ არ გადაწყდება ერევან თბილისის დონეზე ვერ გადაწყდება საკითხი, იმიტომ რომ საქართველოსა და სომხეთს შორის რკინიგზა არსებობს. გუშინ სააკაშვილმა მაგარი პენალი დაარტყა რუსეთ სომხეთის რკინიგზის აღდგენა სასაცილოა. როგორ შეიძლება არსებობდეს რკინიგზა ქვეყნებს შორის, რომელსაც არ გააჩინიათ არავითარი სახმელეთო საზღვარი, ხო? ესე იგი რკინიგზა შეიძლება იყოს საქართველოს სომხეთს შორის და საქართველოს რუსეთს შორის. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზა აშენება არ ჭირდება, რკინიგზა არსებობს და აშენება თქვა სააკაშვილმა. აღდგენაზეა. რკინიგზა არსებობს, ხაზი ყველაფერი არის, მასშტაბდება ტექნიკური სამსახური. თუმცა ანქობის კომენტარში იყო, რომ იქ რაღაც ნაწილი იმდან დაზიანებულია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს. ეს არის სამეგრელოსა და ზუგდის რაიონსა და გალის რაიონს შორის კომუნიკაციის აღდგენა, ხიდების პრობლემა იქნება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თავარი პოლიტიკური საკითხის მოგვარება, თავარია საკითხის მოგვარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ტვირთის გადაციდვისა. ბევრი ეჭვქვეშ დააყენა. აქ უკვე წინა ხელისუფლება მოასწრო და ხელშეკრულება დადო რუსეთთან საბაჟო დერეფანს შორის, რომელიც ადრეები დაიწყება და თავდება ზუგდიდში. ანუ ამის გამოყენება შეიძლება უკვე. ანუ გამოსავალი არსებობს თუ მხარეებს მართლა უნდათ ეკონომიკური პროექტის გახორციელება. როგორც კი მხარეები მოინდობენ პოლიტიკური პროექტის გახორციელება, პროექტი გაჩერდება და ეს იქნება საქართველოს ბრალი. თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, რადგან რამდენიმე მოთამაშეა ჩართული. მოდით დავიწყოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან პირველ რიგში. რას აძლევს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებს აი ამ რკინიგზის აღდგენა? მოდით დავიწყოთ. პრაგმატულად ეს არის ეკონომიკა. ჩვენ თუ პოლიტიკურად რას აძლევს? პოლიტიკურად არის ეკონომიკა. ეკონომიკის გარშე პოლიტიკა არ არსებობს. ანუ ის რომ ქართველი გლეხები თავის პროდუქციას ნიშნულთ რომ იოლად სწრაფად გაიტანენ რუსულ ბაზარზე. თუ ახლა ჩვენ ვხედავთ რომ მიმდინარეობს პროცესი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისა. ამ დროს ახლა მე კარგად ვიცი ახლა წყალტუბოში კენს ვიყრიდი მე არჩევნების დროს და წყალტუბოში იყო უამრავი მწარმოებელი მწვანილის, ცნობილი სახელგანთქმული იმერული მწვანილის მწარმოებელი ადამიანები, მართლა გამწარებულები აგროვებდნენ ამ მწვანილს მანქანებში და აზერბაიჯანისგან გაქონდათ აზერბაიჯანის საშუალებით აფორმდნენ როგორც აზერბაიჯანულ მწვანილს და გაქონდათ რუსეთში როგორც აზერბაიჯანულ მწვანილს, რუსეთში იცოდნენ ეს იყო ქართული მწვანილი, ასევე უკრაინაში გაქონდათ. რამხელა მწვანილი ხო როგორ ესეთ ფაქიზი პროდუქტია. ხო ესე წარმოიდგინეთ რამხელა ჭირდებოდა ქართულ გლეხს წვალება, რომ ეს ფაქიზი პროდუქტი რუსეთში ჩაეტანა უნებელი. რამდენი ეკარგებოდა გზაში. ესე იგი მწვანილი პროდუქტი გითხარით, იმიტომ რომ მე შევასწავლე. რამდენი უამრავი სხვა ციტრუსი იქნება, თხილი იქნება, უამრავი ხილი იქნება, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც შეიძლება სწრაფად იოლად და შედარებით ნაკლები ზარალით გავიდეს რუსეთში და არა მარტო რუსეთში. აქ ამას ემატება უკვე სხვა პროდუქტები. აქ ბიზნესის ინტერესებია, აქ შეიძლება ქარხნები, ფაბრიკები ამუშავდება, რომელიც გამოიყენებენ სწორედ რკინიგზის მოძრაობას. ანუ ეკონომიკურად ქვეყანაში რაც უფრო მეტი რკინიგზაა, გვირაბებია, ხიდებია, გზებია, მით უფრო მდიდარია სახელმწიფო. ამაში ორი აზრი არსებობს. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, საქართველოს ხდება სარკინიგზო პატარა სახელმწიფო ვარ და ზე სახელმწიფო როგორც საქართველოს არ უხდება, მაგრამ აი სარკინიგზო ზე სახელმწიფო შეიძლება გახდეს საქართველოს, იმიტომ რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე იქნება რკინიგზა ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ პოლიტიკურად ჩვენ ხვდებით კიდევ უფრო
ანგარიში გასაწევი გეოსტრატეგიული მოთამაშე რეგიონში. იმიტომ რომ პორტები ჩვენ ტერიტორიაზეა, გზები ჩვენ ტერიტორიაზეა, ნავთობსადენი, გასადენი, ამას დაემატება კარგად გამართული ჩიხის გარეშე რკინიგზა. ანუ პოლიტიკურად გქონდა უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ორჯერ რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი მეზობლების, ჩვენი მეგობარი მეზობლების ინტერესები. აუცილებლად ვისაუბრებთ მეზობლების და მეგობრების განსაკუთრებით აზერბაიჯანის და თურქეთის პოზიციებზე, მაგრამ პოლიტიკური საშიშროებები საქართველოსთვის თქვენი აზრით ახლავს თუ არა ამ პროექტს? ბუნებრივია, როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ალბათ შესწავლილი გაქვთ უკვე, რა რისკები შეიძლება ახლდეს ამას. მით უმეტეს თქვენ თქვით, რომ მუშაობა მიდის პროექტზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მუშაობა მიდის იდეის მიღებაზე. ანუ რამდენად იდეა მისაღები შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული მხარებისათვის. არ არის სამუშაო ჯგუფი არასდროს ამაზე არ მუშაობს ნამდვილად. ანუ არ არის გადაწყვეტილი განხორციელდება თუ არა? არა, გადაწყვეტილი არის, გვინდა განხორციელდეს. განხორციელდება, ეს არის პირველ რიგში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საუბრე გამომდინარე. ეს რამდენად რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხს მოაგვარებენ. თუ რუსეთ-საქართველოს შორის საკითხი გვარდება, ბუნებრივია, მაშინ თან პარალელურად უკვე ეწერება აფხაზური მხარის ინტერესები. რამდენად მათთვის ინტერესები, მე მაგალითად ყოველთვის მზად ვიქნები დავიცვა აფხაზი ხალხის ინტერესი, იმიტომ ჩვენი ხალხია. სადაც ყოველს ამას ვაკეთებდი და თუ რაღაც მინიმალური დობა კიდე მაქვს აფხაზებში, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობდი ამ ხალხის ინტერესები დამეცვა, როგორც ქართული სახელმწიფოს წინაშე, ისე დანარჩენი სამყაროს წინაშე, ევროპა კავშირი იქნება, იმიტომ რომ ამ ხალხს აქვს, ამ ხალხს უნდა ეს ხალხი ჩვენი ხალხია და ვიღაცა უნდა მათ იცავდეს და მე ბედნიერი ვარ, მაქვს საშუალება აფხაზი ხალხის ინტერესები დავიცვა საქართველოს სახელმწიფოს საერთო კონტექსტში. თუმცა ოპონენტები ყავს რკინიგზის იდეას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში, არამედ აზერბაიჯანის პოლიტოლოგებში, მაგალითად კრიტიკულ შეფასებებს ბატონო პატა აუცილებლად დაუბრუნდებით, თუმცა სარეკლამო ბლოკის შემდეგ მთავარ კითხვას პატა ზაქარიაშვილი გასცემს პასუხს. თავარ კითხვას პატა ზაქარიაშვილი გასცემს პასუხს. ბატონო პატა, ერთი მხრივ იყო ყოფილი ხელისუფლების და ამჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა, რომელმაც პირდაპირ პოლიტიკური კურსის შეტრიალებას დაუკავშირა რკინიგზის საკითხის წამოწევა. არ ყოფილა ჯერჯერობით რეაქცია აზერბაიჯანელების მხრიდან, მაგრამ როდესაც თქვენ გააკეთეთ განცხადება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით, ერთი იყო სახელის და გვარის გარეშე დასახელებული მილი მეჯლისის დეპუტატი, რომელმაც თითქოს თქვა, რომ შეიძლება ამის შემდეგ თუ კი რკინიგზის საკითხი დადგება აზერბაიჯანმა გადახედოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსო თავის მხრივ. მეორე მხრივ იყო პოლიტოლოგის მუბარის აჰმედოღლუს განცხადებები, მან თქვა, რომ სარკინიგზო ხაზის აფხაზური მონაკვეთის გახსნით თბილისი ვალდებული იქნება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა, აფხაზური პასპორტები და აფხაზეთის სასაზღვრო და გამშვების სამსახურების ცნოსო. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს სხვა რამეში. როგორ უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა ისე, ანუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი ისე, რომ არ დაზარალდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და პირიქით მაქსიმალურად მივიღოთ სარგებელი და არა მხოლოდ ეკონომიკური. პასუხი როზოთ მაგი, ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაზარალდეს საქართველოს სახელმწიფო. აი როგორ რაში მდგომარეობს დეტალები? ნაბიჯ დეტალები არის ისე, უნდა დაელაპარაკო ყველა მხარე ცალ-ცალკე, უნდა აუხსნა, უნდა გაზომო მათი რისკები, რის ეშინია. დღეს მაგალითად რუსეთიდან საქართველოს გავლით, სომხეთისკენ მიდის ტვირთები, ლარსის გავლით. და იყო საუბარი იყო ამ ლარსის გამშვებ პუნქტზე, იქაც იყო მაშინაც იყო საუბრები. მაგრამ მოხდა დალაპარაკება და იყო შეთანხმება, რომ რაღაც ტვირთები ვერ გავა, არ გავა. ყველაფერი შეთანხმებაზეა, რაც ჩაიწერება შეთანხმებაში. დღემდე მაგალითად საქართველოს აკონტროლებს ტვირთებს, საჰაერო ტვირთებს, რომელსაც მოძრაობს რუსეთიდან სომხეთისაკენ საჰაერო ხაზითაც კი. ასე რომ ყველა დატო, იმიტომ რომ ხელშეკრულება არსებობს და ხელშეკრულება ჩადებულია რა ტვირთების უფლება გადაიტანოს რუსეთმა სომხეთისაკენ თვითმფრინავით. რა ჩვენს ტერიტორიაზე რატო ვართ ასე შეშინებულები, მე არ მესმის ნებისმიერ გაფაჩვენებაზე. ჩვენ ვარ სახელმწიფო, სააკაშვილი რო ამბობს, კურსი შეიცვალო, ვინ შეცვალა ეს კურსი? საქართველოს ხალხმა შეცვალა ეს კურსი. ჩვენ კი არ შეგვიცვლია. ხალხმა უთხრა სააკაშვილს უარი, შენი პოლიტიკური მიუღებელი იყო. კურსის შეცვლაზე მან იგულისხმება საგარეო პოლიტიკური. ხო, არაფერი საგარეო პოლიტიკური კურსი კი არ შეიცვალა, პოლიტიკური კურსი როგორც იქნა შეიქმნა. და სააკაშვილს იყო მხოლოდ დემაგოგია და მეტი არაფერი, ლაპარაკი იყო. ლაპარაკი და იყო როგორ ატყუებდა რუსეთის სააკაშვილს, როგორ პირდებოდა პუტინი, რომ ცხინვალს დაუთმობდა და არ დაუთმობდა შემდეგ. ამას ცალკე ლაპარაკი აღჭირდება, როგორ მოახერხა სააკაშვილმა რუსეთის ხელი შეეწყო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე. თუ უნდა ამაზე ვილაპარაკოთ. თუ ფაქტები არსებობს და ჩვენ ქართულმა ხალხმა მოგცა მანდატი, რომ სააკაშვილის პოლიტიკა არ გაგვაგონოთ.
და მე საკოს პოლიტიკას არც კი უსმენ რას ლაპარაკობს ის. თუ ჟურნალისტები არ მეტყვიან რომ სააკაშვილმა ეს თქვა თუ ნაციონალურ მოძრაობამ ეს თქვა, ჩვენ არ აგვაქვს დრო გაკოტრებულ ხელისუფლებას უსმინოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეები დაგვრჩა გასაკეთებელი, რომ სააკაშვილმა მოსპო სახელმწიფო როგორც ასეთი, მხოლოდ ვიტრინაში გამოკიდა სახელმწიფო. ჩვენი ვალდებულება მართლაც გავაკეთოთ გზები, გვირაბები, რკინიგზები, ჩვენ ხალხთან ვიპოვოთ საერთო მტრებთან ვიპოვოთ გამოსავალი, მეზობლებთან დავალაგოთ ურთიერთობები. ანუ უამრავი თემა დაგვიტოვა სააკაშვილმა და ჩვენ მე არ უყურებ იმას ასლაპარაკობს ის. მე უყურებ რა დაგვიტოვა მან დაგვიტოვა დანგრეულ სახელმწიფოს ჩვენ უნდა ავაშენოთ ხელახლა. ახლა რაც შეეხება მეზობლების და მეგობრების რეაქციებს, წეგან უკვე თქვი როგორი იყო თავის დროზე აზერბაიჯანის რეაქცია, დღეს ჯერჯერობით აზერბაიჯანის მხრიდან არ გავრცელებულა ინფორმაცია, ანუ არ ვიცით. შესაძლებელია მათი მხრიდან შეცვლილია გარკვეულწილად ხედვა ისევე როგორც de facto აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა თავის დროზე მათ გამოთქვეს რამდენიმე შიში ამ პროექტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელებს გულისხმობ. ბუნებრივია მათი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც იარაღის გადაზიდვა შეიძლება მოხდეს რუსეთიდან სომხეთში. როგორ უნდა მოგვარდეს ეს თემა, რომ არ მოხდეს ურთიერთობის გაუარესება აზერბაიჯანსა და საქართველოს? როგორც მოგვარდა ლარსის გამშვები პუნქტი, როგორც მოგვარდა სახაერო გადაზვიდები, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენს მეზობელ სტრატეგიულ მეზობელ სახელმწიფოს აზერბაიჯანს მან ინტერესები გავითვალოს მაქსიმალურად. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ხორციელდებოს ერთი მიმართულების იყვას რკინის აღდგენით და იხურებოდეს მეორე მიმართულებით აზერბაიჯანს. გამორიცხულია ეს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი რესურსები სახელმწიფოს ინტერესების რეალიზაციისა და არა ერთის ხარჯზე მეორეს ახორციელება. გამორიცხულია, რომ ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან უცილობელი, მკაფიოდ გამოკვეთილი სტრატეგიული ურთიერთობები და ეს გაგრძელდება ყოველთვის ამას არ წყალი არ გაუვა და ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, როცა იქნება მოლაპარაკებები. სააკაშვილს არ შეიძლება ერთხელ მხოლოდ ერთზე მეძე იმას ელაპარაკებო. თუ რუსეთს ელაპარაკებო, მხოლოდ რუსეთს ელაპარაკებოდა. თუ ევროკავშირს, ჩვენ შეგვიძლია ყველას ველაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს ჩინდისი სუფთა, არავის წინაშე არაფერი მაცა ქვია, არ შეცდომა არ დაგვიშვია, ამიტომ თავამად და გულახდილად, გულფრთხილად ზათავად ველაპარაკოთ ჩვენს ყველა მეზობლებს. იყო ბრწყინვალე შეხვედრა ჩატარდა ერევანში ვიყავით ახლა, ასეთი მე არ ველოდი, ასეთ თბილ, ასეთ მართლა აი ყველა თემაზე გახსნილ საუბარს. ასეთივე იყო აზერბაიჯანში, მე არ ვიყავი, მაგრამ როგორც მე მითხრეს მთავრობის წევრებმა, ასე რომ ნამდვილად ჩვენს მეზობლებს, ჩვენი მთავრობის მიმართ, ახალი ხელისუფლების მიმართ აქვთ საკმაოდ მაღალი დონის მოლოდინები და ჩვენ მოლოდინს უწევთ გავამართლებთ. თურქეთი ბატონო პატა, რომელიც არის აზერბაიჯანის მოკავშირე და ვიცით როგორი ურთიერთობაც აქვთ მათ სომხეთთან. როგორი იქნება მათი რეაქცია, როგორ ფიქრობთ? თურქეთის ინტერესებშიც უნდა იყოს თუ საქართველოში იქნება, თურქეთის საქართველოს ტერიტორიაზე გადის თურქეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მრავალი საკომუნიკაციო ხაზი, როგორც არის ნავთობსადენი, გაზადენი. ასე რომ საქართველოს ხდება თურქეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი კომუნიკაციები და ხუნძურული სახელმწიფო. ასე რომ მე მგონი რომ თურქეთს უნდა აწყობდეს, რაც უფრო მდგრადი განვითარების იქნება საქართველო, მით უფრო სანდო პარტნიორი იქნება თურქეთისათვის საქართველო. და რაც შეეხება იმ ქვეყნების პოზიციებს, ვისი ინტერესიც არის რკინიგზის გახსნა, განსხვავებით აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან, რადგან ამ ეტაპზე მათ ინტერესში ეს რკინიგზა ნამდვილად არ შედის. ყველაზე მეტად შედის. თუ ყარსის გზა გაიხსნება. პირდაპირ ინტერესში არ შედის, იმდენად რამდენადაც არ შედის ეს არც აზერბაიჯანის პირდაპირ ინტერესში ხომ ასეა. თუკი არ მოხდება მათი დარწმუნება. აზერბაიჯანის პირდაპირ ინტერესში არ შედა, ჩვენ აზერბაიჯანს დაველაპარაკოთ, რამდენად ეს მათი ინტერესი მაგალ. თურქეთის შეტყვაში ვერ გავიგე. თურქეთში წარმოებული პროდუქცია, რომ ჩაიდება რკინიგზის, ქვია, სადგურში და რომ აღმოჩნდება ციმბირში. რა არის ამაში ცუდი? არა, მე პირდაპირ ინტერესს გულისხმობ, პირდაპირ ინტერესი ეკონომიკურად თურქეთის ნამდვილად არის. აზერბაიჯანს არ ჭირდება, თუ აზერბაიჯანს თავის ხაზები აქვს. ხაზი აქვს მასთან რუსეთთან. თურქეთს არ აქვს საკინზო ხაზები თურქეთთან, რუსეთთან. ახლა რაც შეეხება რუსეთს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახლა უკვე რუსეთზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება საუბარი და როგორ განხორციელდება ეს პროექტი. რუსეთის ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში კონკრეტული? რუსეთის ინტერესია, რა თქმა უნდა, კავკასიასთან მეტი საბაჭრო ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ბუნებრივია ამას ვერ გაიქცევს, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, პირველ რიგში ვლაპარაკობთ როგორ? ვლაპარაკობთ ის საკითხები, სადაც ჩვენ შორის განსხვავებაა, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ.
და ბატონ ზურაბმა არცელთ თქვა ეს, მაგალითად არის დიპლომატიური ურთიერთობები, გამორიცხულია აღზრდის ურთიერთობები, ხო? გამორიცხულია DST-ში შევიდეთ. არის ბევრი საკითხები, სადაც რუსეთი დაინახავდა საქართველოსთან თანამშრომლობა. ძალიან გაუხარდებოდა რუსეთს, ჩვენ დღეს ვაღვდგენთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. გამორიცხულია, ვიდეც ხინვალში და აფხაზეთში დიპლომატიური წარმომადგენლობები. ასევე DST-მ ჩვენ არაფერი არ მოგვცა, ვიყავ ჩვენ DST-ში, სწორედ მაშინ როცა დავმარცხეთ ქართულ-აფხაზურ ომში, მაშინ რუსეთის გავლენები დიდი იყო და შევნაძემ შეგვიყვანა იმ იმედით რომ არ იქა და თუ შევალ DST-ში ყველაფერი იქნება. ვიყავით და არაფერი არ იყო, ამიტომ მეორედ არ მგონი ამ დინარეში აზრი კონდეს ფიქსაც კი შესვლაზე. შესაბამისად არის საკითხები, სადაც ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამიტომ თუ გვინდა აღვადგინოთ და დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები, უნდა ვეძებოთ ის წერტილები, სადაც ჩვენ კონტაქტები შეიძლება გქონდეს. შეიძლება იყოს ესეთი რკინიგზა, ჩვენს ინტერესებში არის თუ არა, თავარისა არის. მაშინ თუ არის ჩვენს ინტერესებში, რატო გვაშინებს რუსეთის ინტერესებში თუ იყოს ეს? თუ რუსეთის ინტერესებში არ იქნება, მაშინ ეს რკინიგზა რა გდგება? ამიტომ სააკაშვილი კი არ უნდა გვეშინოდეს ყველაფრის არ იქა და რუსეთის ინტერესებს ვახორციელებთ. თქვათ, ჩვენს ინტერესებს ვახორციელებთ თუ არა? თუ ჩვენს ინტერესებს ვახორციელებთ, და გახორციელდეს რუსეთის ინტერესებიც. თუ ჩვენს ინტერესები იქნება რეალიზებული. და ახლა უკვე როგორ უნდა გაგრძელდეს პროექტზე მუშაობა კონკრეტულად, რადგან თემა უკვე არის გახსნილი, თემა უკვე არის ღია. არსებობს სხვა არხები, დიპლომატიური, ეს არის თემა მართალი ბრძანდებით, ეს არ არის ჯერ არაფერი გადაწყვეტილება, არ არის თავრობის დომაზე, აყოფილ ამაზე, სამუშაო ჯგუფში ჩამოყალიბება, არაფერი, ეს არის მხოლოდ იდეის დონეზე არის, როგორც ჩვენ ნახეთ ახლა რომ აფხაზური მხარე პრინციპში მისაღები არის იდეა და კითხვები ბევრია, ჩვენს კითხვები ბევრი მოხდა თქმა უნდა, ბუნებრივია, რა კი უკვე მოსინჯული არის ეს ნიადაგი, შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური არხებით დაიწყოს საუბარი სხვა თემებზე, მათ შორის რკინიგზაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე, ცალკე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებიდან გამომდინარე. ანუ მაგალითად ზურაბაბაშისა და გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრაზე ეს იქნება ეს ბატონ ზურაბის პრეროგატივა, მან ის ალბათ მას თავის პორტფელი აქვს ბუნებრივია და მან იცის როდის რა საკითხი დააყენოს. ეს ამ შემთხვევაში ეს ალბათ ბატონ ზურაბისა და პრემიერ-მინისტრის ვინად არის სპეციალურ წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრისა, ალბათ ისინი თვითონ შეთანხმდებიან რა თემები წამოწიონ დღეს, თუ როცა იქნება რა თემები შეინახონ და მომავალში. მაგრამ ასავარია ეს არის ჩვენ უნდა კარგად ის ყოს ხას უსავ რა. აქედან საქართველოს უნდა მიიღოს სერიოზული რეალიზაცია თავის ინტერესებზე. სერიოზული რას ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებ ჩვენ აქედან. რა იქნება ის დადებითი, რასაც საქართველოს ყოველი მოქალაქე იგრძნობს. თუ ეს არ იქნება, თუ ჩვენ ეკონომიკური სარგებელი, თქვენ თქვით რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუნდაც იგივე დევნილების დაბრუნება, ან მსგავსი რაიმე თემა, არ მიგაჩნიათ რომ შეიძლება პაკეტში იყოს განხილული? პაკეტში, ამდენ სააკაშვილოს პაკეტში განხილავდა და მე რა. მე კი სწორედ წინააღმდეგი ყოველგვარი პაკეტებისა. როგორც კი პაკეტებში ალაგებ ყოველ თემას, ხმების პაკეტებში გილაგებენ. და იჭედება სიტუაცია, არსად პაკეტებს არსად არ მოუგიათ. ამიტომ ჯობია ყოველ თემა ცალ-ცალკე თავარი პრიორიტეტები განსაზღვრო. ზუსტად შეარჩიო თემა, რომელიც შენს ინტერესებში კაფედ გამოკვეთილია და დაინახო, რომ ეს თემა სხვისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა ნაბიჯები წინ გადაიდგას. ამიტომ აქ უამრავ საკითხებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ მართლაც რუსეთის ინტერესებშია, რატომაც არ უნდა ვივაჭროთ? რატომ არ უნდა კითხოთ მას საქართველოს რას მიიღებს აქედან. ამიტომ ხმათ ვარ დარწმუნებული, რომ სისტემა სხვა თემებთან ერთად, სადაც რუსეთთან შეიძლება საერთო გამონახვა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი? უამრავი საკითხი მაგალითად ქვია ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პოზიციები, თვირთების მაგალითად ქვია რა ტიპის ხასიათის თვირთები გადადგილდება. თუ აღმოჩნდება რომ ჩვენი მეზობლებისათვის მიუღებელი არის რაღაც საკითხები, რაც გააფუჭებს ჩვენ შორის ურთიერთობებს, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე არ მოწავიდეთ. ეს შეიძლება იყოს საბაჟო საკითხები, საბაჟო მოსაკრებლები, უამრავი საკითხები შეიძლება პოლიტიკა მოინდოს ვიღაცამ ჩადოს აქ, მხარად გაფორმდეს, მაგალითად პოლიტიკურ მხარად გაფორმდეს აფხაზეთი, მაშინ მე არ ვარ მზად რომ ამაზე ვილაპარაკო. ანუ ჩვენ ეს არის პოლიტიკური პროექტი, ეს არის ეკონომიკური პროექტი. მოდიხართ ეკონომიკაზე, კი ბატონო. მოდიხართ პოლიტიკაზე, 20 წელი არ მუშაობდა რკინიგზა, კიდევ წილი მოვითმენთ. ანუ რკინიგზა ხო არ მუშაობს და ყველა ვნახეთ მისი უარყოფითი შედეგები. ანუ გვაქვს შანსი რკინიგზა ვამუშაოთ. ჩვენ დღეს თქვენ აღიარეთ როგორც მხარე, სიტყვა მხარე ხართ და მეტი არავე, ხო? თუ ამის იქეთ რაღაცა იქნება, მაშინ უკაცრავად როგორც არ მუშაობდა და შედეგი არ ქონდა, ისე არ იმუშავა, შედეგი არ იქნება. ჩვენ ხო არჩევანი გვაქვს. არ მომუშავე რკინიგზასა და მომუშავე რკინიგზას შორის. არ მომუშავე რკინიგზა ვიცით რა გააკეთა. ეხლა მოდით ვცადოთ ავამუშაოთ რკინიგზა, მაგრამ თუ შენ კიდე ამუშაულ რკინიგზას სხვა რაღაცები დაამატო, ჩვენი მხრიდან დევნილების დაბრუნება, მათი მხრიდან სტატუსის ამაღლება, უკაცრავად
როგორც ვიყავთ ისე ვიქნებით. და პრობლემა. ანუ პაკეტი არ იქნება, იქნება ცალსახად. მე მოვხდები იყოს ცალსახად მკაფიოდ ეკონომიკური პროექტი. მოდიხართ ეკონომიკაზე, მოვდივართ ეკონომიკაზე. და კიდევ ერთი უბრალოდ მეორე რკინიგზის თემა, რაზეც ასევე რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროსთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აუცილებლად განხორციელდება და ძალიან ცოტაღაა დასრულებამდე ახალ ქალაქი იყარსის რკინიგზას გულისხმობ ამ შემთხვევაში. თავის დროზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ეკონომიკურ მომგებიანობასთან ამ პროექტის კითხვები, თუმცა მან ცალსახად თქვა, რომ გეოპოლიტიკურად ეს ნამდვილად საჭირო და მომგებიანი პროექტია. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ პოლიტიკურად აი ამ ორი რკინიგზის ერთდროული ფუნქციონირება? და რას მისცემს ეს საქართველოს? რაც უფრო მეტი რკინიგზა ფუნქციონირებს პარალელურად, მით რომ კარგი არის. საქართველოს მისცემს სწორედ იმას, რომ საქართველოს ხდება რკინიგზის კვანძის ზესახელმწიფო სოფლიოში. ასე პატარა ტერიტორიაზე ამდენი გადამკვეთი რკინიგზის ხაზები იქნება, რომელიც გაატარებს ტვირთებს ყველა მიმართულებით. სამყაროს ყველა მიმართულებით. ეს უნიკალური მე როცა ორივე ხაზი ამუშავდება, თამამად შემიძლია დავსვა კითხვა, რომ მაჩვენებს სოფლიოში სხვა ასეთი გეოსტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო გამანაწილები როგორც საქართველოს. და დარწმუნებული არ იქნება ასეთი, ასე უნიკალური იქნება, რა თქმა უნდა და საკმაოდ ბევრი ტვირთი წამოვა საქართველოში ამ მიმართულებით. მიმედე გზებსო და განიტვირთება და ეკოლოგიის საშუალება მაგრამ არ მგონია, იმიტომ რომ ამ რაც უფრო დიდი იქნება რკინიგზის ტვირთბურნვა, მით უფრო ნდობა გაუჩნდება სახელმწიფოს, მით უმეტად დაიტვირთება პორტები, დაიტვირთება გზები. ანუ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია კიდე მეტად უფრო გაიზრდება. ამიტომ ორი პარალელური კი არა, 10 პარალელური რკინიგზა იყოს, მაგას საჯობია. ძალიან დიდი მადლობა. გაგრძელდებოდეთ. პატა ზაქარიაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, რეკლამის შემდეგ დავით მაღრაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მთავარ კითხვას დავით მაღრაძე უპასუხებს. ბატონო დავით, ბევრი მთავარი კითხვა მაქვს. მინდა რომ ვილაპარაკოთ ამ კვირის მთავარ მოვლენებზე. იყო ძალიან დატვირთული კვირა. ძველით ახალი წლის კვირა იყო და ძველით ახალი წლის ღამეს საპატრიარქოში იყო თავყრილობა, იყო პატრიარქის იუბილეც, იქ იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, იყო ძალიან საინტერესო კადრები, რომელიც გავრცელდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. თქვენ რა დაინახეთ? ალბათ ნახეთ ეს კადრები, ალბათ ნახეთ ფოტოები, რომელიც გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. როგორ აღიქვით ეს ახალი წლის ძველით ახალი წლის ღამე საპატრიარქოში? საღამომშვიდობის წეგა მინდა რომ მივესალმო ჩვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება მთავარ კითხვებს, პირველ ყოვლისა მინდა ისარგებლო შემთხვევაში და მის უწმინდესობას მიულოცო ეს საიუბილეო თარიღი. მე მომეც საშუალება და თქვენის ნებართვით ულოცავ. უსურვებ ყოველს საუკეთესოს და ჯანმრთელობას რაც თავარია. კადრებს რაც შეეხება, არ ვიცი, იცით, ამ ბოლო დროს რაღაცნაირად გონია ხოლმე, რომ ადამიანები საქართველოს მთლიანად დაკავდნენ კომენტარებით რა. თქვათ რა სიტყვის სააკაშვილი, მე იმას რა იგულისხმება რა მგონია, იცით, აი ეს ხელისუფლება ძალიან ძიმე მემკვიდრეობა ერგოა რა, მაგრამ ნუ კარგად დაიძრა ხა საქმე და რა თქმა უნდა დასაქმდება ხალხი და გაჩნდება სამუშაო ადგილები, როგორც მგონია და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მე მგონი ეხლა დამთავრდა საქართველოში. ეს სააკაშვილთან ერთად. ეს არ არის რიტორიკას არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს არის ცხოვრების და აზროვნების კატეგორია. საბჭოთა ესე. და ხალხიც რა არის, იცით, აი რაღაცა მგონია რომ აი როგორც ჯვარი წერია ყველას, მაგრამ აი როგორც პანაში მირემნე რომ გარდაიცვალა და დილიდან რომ მივა მთელი ქალაქი და დადგება იქა და ვიდრე არ დაკრძალავენ, დგას იქა და მე სხვა სადარბაზოსთან გადაინაცვლებს და მე იქიდან სხვა სადარბაზოსთან ელოდება კიდევ ვინმე გარდაიცვალოს, იქ დადგეს ახლა, ხო? აი ეს დგანან და ელოდნენ, ხო იყო. აი ეხლაც მგონია რომ სულ აი კომენტარებში ვარ იმან ეს გულისხმობ მან თქვა რომ იცით რა მე შეიძლება ზუგდიდში წავიდე და არა მე არ მინდა ამის დაჯერება და სადაც უნდა წავიდეს გენა ზუგდიდში წავიდეს გენა წყნეთში წავიდეს სად რა მნიშვნელობა სად იქნება სააკაშვილი აი რა მნიშვნელობა აქვს არა სააკაშვილის კოაბიტაციას პატარული კოაბიტაცია ურთიერთობაზე ელაპარაკი ძველსა და ახალ ურთიერთობა ბატონო ბიძინა ივანიშვილა ძალიან კაფეოთ თქვა ნუ ეს ახლა ხელოვნური რაღაცა შეხმატკბილება არის აბსოლუტურად არაბუნებრივი
და შეუთავსებელი. როგორც სიმართლე ტყუილში არ ერევა, ხო? ხა როგორც ზეთი წყალში არ ერევა, ისე სააკაშვილი ვერ ერევა სიმართლეში და პატიოსნებაში და რაღაცა ადამიანურობაში და ზნეობრიობაში. შეუძლებელია ახლა ამ კაცთან ესეთი აქტიური თანამშრომლობა. თუ დაჭირდება საქმეს და თუ მოითხოვს აუცილებლად საქმე, ნუ ხო შევხვდი ვარა, კიდე შევხვდები. ალბათ კიდე შევხვდება. პატრიარქმა რახანს თქვა, რა თქმა უნდა, სწორი იყო და რა თქმა უნდა სხვა რა ვიცი ახლა რა გზა უნდა მოენახა შეხვდა რა თქმა უნდა ხა უწმინდესობ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ესე არ არის ხო ხა ჩვენც ადამიანები ვარ და წინ არ ვრეკავთ სადღაც და ვინ იქნებიან არ ვიკვლევთ ამას რომ მოვიდეთ თუ არ მოვიდე რა მე რა ცხოვრს მივდივარ ხოლმე და თუ ვინმე გამიხარდება თუ არ გამიხარდება ვინმე ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო და პატივიცემას მინძელს კიდევ ერთი სკანდალური თემა ამ კვირის ეს იყო ვიდეო მასალა, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ და რომელსაც იყენებდა ყოფილი ხელისუფლება მეგის ქარდავას სახელი. ჰქვია ვიდეო მასალას, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს, სწორედ მისი ორგანიზებით ხდებოდა მასალის გადაღება, შემდეგ დაშანტაჟება ადამიანების იმისთვის, რომ ხელისუფლებას ისინი გამოეყენებინა თავისი ინტერესების შესაბამისად. თუმცა ბატონო დათო აქცენტის გადატანა მოხდა თვითონ ამ ვიდეო მასალის გავრცელებაზე, სადაც პრინციპში მართლა რთული ამოსაცნობი იყო ვინ ფიგურირებდა ამ მასალაში. გუშინ იუსტიციის მინისტრმა ჩემს გადაცემაში თქვა, რომ საერთოდ იმდანთ იყო შეცვლილი და დაფარული იქ ადამიანების გარეგნობა, რომ ახლობლებიც ვერ იცნობდნენო. მაგრამ აქცენტი გადავიდა იმაზე, თუ რატომ გავრცელდა ახლა პროკურატურის მიერ ეს კადრები. ანუ დაიკარგა ის, რომ ამ კადრებით აშანტაჟებდნენ ადამიანებს და მთავარი თემა გახდა ის, რომ ეს კადრები საერთოდ გავრცელდა. რატომ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ამ რაღაც ინფორმაციული ისრის გადატანა ერთი თემიდან მეორეზე? იმიტომ რომ რა თქმა უნდა არაწყობთ ახლა თავენ დავალებით არის ეს კადრები გადაღებული ხო უზნეობა რა თქმა უნდა ჯერ ისიც უზნეობა რაც ხდება მე ამის გადაღება უფრო კიდე ნაკლები უზნეობაში არ იყოს ხო და ნუ ახლა ეს კაცი ისე ლაპარაკობს თითქოს ჩემი დავალებით გადაეღოს ვინმეს ეს კადრები ნუ მისი სისტემის ნაწილი იყო ეს ყველაფერი ეს გარყვნილება ეს გარყვნილების გარეშე ვერ ცხოვრობენ ეგ ხალხი ეს თანსდევთ რაღაცა გარყვნილებას ისასტიკე და ამ თქმობაში ამაში პოულობენ გემოსატანენ რომ გადაუვეს არა არ გამახვილეს ყურადღება ისე ლაპარაკობდნენ ვითომ ამ ხელისუფლების დროს იყოს გადაღება რა თქმა უნდა ესე დაძდევდნენ ამ ავატყოფ ხალხს და უღებდნენ და ზოგს რას უღებდნენ ესენი გადამღები ჯგუფი იყო რა ხელისუფლებაში მოსული მაგრამ აღარ არიან ახლა თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ რომ ისინი განსხვავებით ამჟამინდელი ხელისუფლებიდან არასოდეს არ ავრცელებდნენ ისეთ მასალას რომელიც რაღაცნაირად შეხებაში იყო ადამიანების პირად ცხოვრებასთან პირად ცხოვრებასთან შეხებაში პირად ცხოვრებას პირად ცხოვრება არ დაუტოვეს ხალხს იმძულმა ხელისუფლებამ არ უტოვებდნენ პირად ცხოვრებას საერთოდ რო ხონოდა ადამიანს პირადი ცხოვრება ამის მოწინააღმდეგე იყვნენ მათ უნდათ რომ მათი ცხოვრებით გვეცხოვრა და გონებოდა ბრძენი და რაღაცა დევგმირი და როგორ არ ეხებოდა ხა მაგალითად გორის კადრები ხომ გახსოვთ თავარსარდალის დევგმირული თავგადასავლიდან აი მას დაარქვეს რომ ეს არისო გამარჯვების და შეუდრეკლობის და ხნეობის სიმბოლო. მე მაშინაც ვამოვდი ეს ის ხალხია რომელსაც ბოლოს მარტო თბილისს და მცხეთა რო დარჩეს მცხეთას დაარქმევენ ნიკოფსიას თბილის დარუბანს და იტყვიან რომ დარუბან თბილისთან ნიკოფსიდან დარუბანდა და გავჭიბეთ საქართველოს. ეს ხალხი ახლა რამდენ ხანს შეიძლება ამათ ან უსმინოთ მართლა. ნუ არ მოვწდებით აი მე საზოგადოებასაც ვუთხრა ნუ მოვწდებით ამდენ სისულელეს, ამდენ აბსურდს, ამდენ გაუგონარ რაღაცა ვირტუალურ სამყაროებს დავანებოთ თავ საქმეა საკეთებელი 1000 საქმეა საკეთებელი მართლა ეს ქვეყანა ხო უნდა რაღაცას დაემსგავსოს არა მართლა რაღაცა ბუტაფორია მოაწყეს იმის უკან ამ მართლა პატა ზაქარაშვილს უსმენდი სანამ შემოვიდოდი ამ ვიტრინის უკან არაფერი არ ჩანს და ეხლა არის შესაქმნელი ქვეყანაც სამეზობლოც აი მე ნიშნა ჭორვილიზაცია ახსენა ხო? ახსენა მიხეილ სააკაშვილი. რა თქმა უნდა ჭორვილიზაცია უნდა მოხდეს, აბარა მარაბდიზაციაც უნდა მოხდეს, მარტყოფიზაციაც უნდა მოხდეს.
იყალთოზაციაც მოხდეს, სინგაპურიზაცია არ უნდა მოხდეს საქართველოში. ის კარგია სინგაპურში. ან არ არის კარგი, არ ვიცი. მე არ შევალ ამ შეფასებაში, მაგრამ საქართველოს მარაბდიზაცია და ძეგვიზაცია და ჭორბელიზაცია ეს ნორმალური პროცესია. ხო, საქართველოში საქართველო უნდა აღდგეს და საქართველო უნდა იყოს საქართველოში დემოკრატიული ქვეყანა. აი ამ ტერიტორიაზე საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. და არა ეს მანიაკალური რაღაცა ესეთი ბავშვების ბოდვა, აგრესიული ბავშვების ბოდვა რაც იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ასევე უკავშირდება გასულ კვირას, ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება საპრობილეებიდან, რასაც ასე არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. აბსოლუტურად ერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ქალბატონებმა. თქვენი რეაქცია მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. როგორ რა სიტყვით იმაზე, ერთი მხრივ რომ სახელმწიფო მაღიარა, რომ ასყავდა პოლიტპატიმრები და მეორე მხრივ იმაზე, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხეებიდან და არიან დღეს თავისუფლები. პოლიტპატიმრები რა თქმა უნდა ყვავდა და ყველამ ვიცოდით ნაცმოძრაობის ლიდერების გარდა, მათაც იცოდნენ ალბათ, მაგრამ არ უნდათ ამის აღიარება. ეხლა იძულებული გახდნენ, რომ რა უნდა ქნათ. ვეღარ შეაკავებდნენ, არა. მოვიგეთ არჩევნები, ძალადობაზე გაიმარჯვა, ცნეურის გარდატეხა შეიტანა საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა და გახსნა პოლიტპატიმრებისთვის დაკეტილი კარი, რომელიც usამართლოდ ამდენი წელი იტანჯებოდნენ ციხის საკნებში და რა წამებას, რა შეურაცხყოფას და რა უბედურებას გაუძლო ამ ადამიანებმა, როგორ გაუძლეს აი 21 საუკუნის დასაწყისში გვანტანამოში აღმოჩნდნენ უცბად აი დემოკრატიის შუქურის ფონზე. აი ესეთი ის იყო რეალობა, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება რა, როცა ამდენი პოლიტპატიმარი არსებობს. და ეს კარი იხსნება და გამოდიან და თავისუფლების სურნელი შედის საკანში, თავისუფლების სურნელი შედის ოჯახებშიც, იმ მომლოდინებ ბავშვებშიც, მოხუცშობლებშიც და ასე შემდეგ და მთელ საქართველოში ხო ხედავთ, აი ღიმილი დაბრუნდა საქართველოში. ადამიანებს ხალისი დაუბრუნდათ რა, არსებობის ხალისი, ენთუზიაზმი დაუბრუნდათ, თანაცხოვრების კულტურა. კრიზისი იქნება სუიძახდნენ, ჩვენ რა არ ვიყოთ კრიზისი. აი ხო ხედავთ რა, ტარიფებიც იაფდება. საწვავიც იაფდება, რაღაცები იაფდება, გადასახადები. არაფერი კრიზისი არ არის. ერთ-ერთი კაცი აღმოჩნდა კრიზისში. ხან ზუგდიდში მიემგზავრება, ხან სადაც უნდა იაროს არ არის პრობლემა. ჩვენ გვდათავართ კოაბიტაციის. როგორ ფიქრობთ, აი ლაპარაკია იმაზე, რომ გრიფისაიდუმლოდ უნდა აეხსნას აი კონკრეტულ საქმეებს პოლიტპატიმრების. ისინი მოითხოვენ, ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მქონდა კონტაქტი და ვინც მყავდა ეთერში, მათ არ სურთ რომ დაუსჯელები დარჩნენ ის ადამიანები, ვინც აქცია პოლიტპატიმრებად. ახლა უკვე თავისუფლებაზე მყოფი პირები. ხო, სამართალს აღდგეს რა თქმა უნდა. არა, მათი ნამდვილი უფლებაა ეს ფუნდამენტური, რომ მოითხოვენ თავიანთი წამების, თავიანთი შეურაცხყოფის, თავიანთი უსამართლო დევნის, თავიანთი უსამართლო პატიმრობის გამო პასუხი აგებინონ ვიღაცას, ვინც არის ამაში დამნაშავე რა, სისტემა იყო თუ კონკრეტული პიროვნებები, რა ვიცი, ამას სასამართლო ალბათ შეისწავლის და რა თქმა უნდა სამართალი უნდა კანონი უნდა კანონობდეს, სამართალი უნდა იდგეს ქვეყანაში. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უმწეობის განცდა, რომ ვიღაცა ჩინოვნიკი იქნება თუ ყოფილი ჩინოვნიკი, რასაც უნდა იმას აკადრებს და ეს ყველაფერი ესე ჩაივლის. არა, ეს არ შეიძლება, რომ კოაბიტაცია არ ნიშნავს იმას, რომ ერთი რომელიღაცა სექტანტური მოძრაობა იქნება თუ პოლიტიკური, ნახევრად პოლიტიკური კრიმინალური რაც იქნება, რაღაცა წარმონაქმნი არ აგებდეს არაფერზე პასუხს, იმიტომ რომ კოაბიტაცია არის მათი მფარველი. ესე არ გამოვა. თანაცხოვრების კულტურა იმას ნიშნავს, რომ კანონი მეც ისევე უნდა მეხებოდეს ვისთანაც ვცხოვრობ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ. არავის არ აგვაქვს უფლება, რომ მეორე ადამიანი დავჩაგროს. აი ესეთ საშინელ სასტიკ პირობებში ვაცხოვროთ, ვამყოფოთ და აი ესეთი მგლოვიარეთ და რაღაც ტრაგიკული შევიტანოთ მათ ოჯახებში. ამიტომ რა თქმა უნდა სამართალი დადგება და უნდა დადგეს სამართალი. ხო მოუწოდებდნენ არა, რომ ითანამშრომლეთ გამოძიებასთან. ეხლა ეს ხალხი მზად არის და თანამშრომლობს გამოძიებასთან. აღმოჩნდებიან ისინი დამნაშავეები, ვინც მოგვიწოდებდა. რა თქმა უნდა, ეხლა ისინი შეცვლიან იმ საპატიმროებში, ოღონდ დემოკრატიული და პენიტენციალური სისტემა იქნება თავისუფალი და მე სასამართლოზე ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს, სასამართლო უნდა იყოს ისეთი, როგორც არის თქვა ქრისტიანობაში ქვეყნიური ცხოვრება, როგორც წარმოუდგენია მორწმუნე ქრისტიანს, არავის ქრისტე ღმერთი არ აგდებს არ ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში. ყველა ადამიანს თავის ბილიკით მიყავს თავის თავი, იქ სადაც თავის ცხოვრებით დაიმსახურა.
საუბარია იმაზე და უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ეს კანონი, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება განსაჯონ ყოფილი თანამდებობის პირები. რა სიტყვის თამაზე, რამდენად ობიექტური იქნება ესეთი სასამართლო? რასაკვირველია, უფრო მეტი ალბათ დემოკრატიული მარცვალი იდება ნაფიც მსაჯულებში, ვიდრე კუბლაშვილის მონებში შეიძლება იყოს. რასაკვირველია, რამდენიმე ადამიანი საზოგადოების წარმომადგენლები მიუვათეს მოწვევა ალბათ იქ დაესწრებიან საქმეს შეისწავლიან და თავის ინდის მიხედვით გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე ვფიქრობ, აპრობირებული ის არის ინსტიტუტი, ნაფიც მსაჯულები და მე ვფიქრობ ნორმალური იქნება ეს. მეორე მხრივ, ხელისუფლება არ გამორიცხავს ბატონ დავით ერთგვარ პოლიტიკურ ამნისტიას. თუმცა არ ვიცი რა დათქმებით განხორციელდება ეს პოლიტიკური ამნისტია. თქვენ რამდენად მომხრე ხართ იმის, რომ ყოფილი თანამდებობის პირები, თუ მათ ჩადენილი აქვთ კონკრეტული დანაშაული, ამნისტირებულიყვნენ და შეწყდეს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორ თქვენ რა აზრის ხართ და როგორ ფიქრობთ საზოგადოებას რა რეაქცია ექნება ამაზე? საზოგადოება ამ წუთას და ეს რასაც მე ვხედავ, ითხოვს სამართლის აღდგენას საქართველოში. ერთმნიშვნელოვნად სამართლის აღდგენას სურს ხალხს. Τώρα ეს ხალხი დაუმსახურებლად შეურაცხყვეს, დაუმსახურებლად დაამცირეს და დაუმსახურებლად დასაჯეს. ეს არის მთავარი მოთხოვნა დღეს საქართველოს მოსახლეობის. სამართალი უნდა დადგეს ქვეყანაში, რომელიც არ უშლის ხელს იმას, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე არ ვიცი, როცა ხე კონკრეტული საქმე არის განსახილველი, თუ ადამიანს პირადი სიცოცხლის ხელყოფა შედება ბრალი და ასეთი მძიმესი დანაშაული მიუძღვის, მე არ ვიცი ხა ამ დროს რომელი მიმტევებლობა იცით რა არის ხა ჭირის უფალის ნაცვლად ცოტა ძნელია ვინმეს რამე მიუტევო თან აბსოლუტურად არაკანონიერია და ისე ზოგადად თუ სისტემის მსხვერპლია რა ადამიანი მართლა ყველას ერთ ხობს ჩაყრა არ შეიძლება რა თქმა უნდა ოღონდ კარგი იქნება რომ ხელისუფლებიდან კი არა საზოგადოებიდან წამოვიდეს ეს პოლიტიკური ამნისტია ჩემი აზრით უფრო ბუნებრივი იქნება ეს არ არის პოლიტიკური კაპიტალის შეძენა. ან საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს. საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს. მე შემიძლია ამას მივხედავთ აი ყველაფერს რაც ჩემ თვალწინ დატრიალდა რა. შემიძლია მოვნახოთ ჩემ თავში ძალა და აი ეს შეუერთო ჩემი ხმაც აი ამ ინიციატივას. ოღონდ შემხედრი ინიციატივას ჭირდება ამისთვის. ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს. მე ვიპოვე ამ ძალას ჩემ თავში, იმ ადამიანს უნდა ელემენტარულ სინამდვილეს მაინც ვათხოვდე რა, რომ ეს რაც მოხდა, არ უხარია. კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს დრო ბევრი აღარ გრჩება, ვიცი რომ მიემგზავრებით იტალიაში და რომ ეს მოგზაურობა უკავშირდება ისევ ჯაკომო პონტის. მოდით თქვენი საუბრეთ კონკრეტულად სად მიდიხართ და რატო? პირველ თებერვალს არის ამ წიგნის წარდგენა ჯაკომო პონტი უნდა წარვადგინო რომში, რომის სენატში. რომის სენატის ხელშეწყობით ხდება და პოეზიის მსოფლიო აკადემიის პატრონაჟით. რომის სენატში იუსტინიანეს სახელობის დარბაზში. გაიმართა წინა დღის მექნება ჟურნალისტებთან შეხვედრა პრესკონფერენცია, მეორე დღის წიგნის წარდგენა. ასევე მონაწილეობს ამ წარდგენაში ამ აქციაში კულტურის სამინისტრო საქართველოსი და საქართველოს საელჩო იტალიაში და რამდენადაც ვიცი და საქართველოს საელჩო ვატიკანშიც. გარკვეული თავის მონაწილეობით ერთად იქნება ეს ყველაფერი თავმოყრილი იმ დღეს პირველ თებერვალს. ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ჯაკომო პონტის ამ შემთხვევაში ვენდობენ. მე ვერ გამიმართლებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. დავით მაღრაძე პასუხობდა მთავარ კითხვას, მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, სასიამოვნო შაბათს და კვირას გისურვებთ.